ვინ არის სისტემა? არის ამ დაკვირვებების შედეგი. როგორ არის სისტემა შექმნილი, ვისგან არის შექმნილი და როგორ იმართება. ეს სისტემა როგორიც არის კლანი, მე ვრცელდება ყველა სამინისტროში, ბანკში, ეროვნულ ბანკში და ასე შემდეგ. სისტემას შეადგენს 7 პერსონაჟი. ჭინკა არის პირი, რომელიც ამ სისტემას მართავს და ჭინკა იმიტომ დავარქვი, რომ არ ჩანს და არ უყვარს სინათლე. ანუ არ უყვარს არც გამჭვირვალეობა, არც ყურადღება. მისი მთავარი იარაღი არის სქემები და სტრატეგიები, რომელიც არის დაფარული. მეორე პერსონაჟზე გადავალ, კომისარი. ეს არის წარმოსადეგი, პრეზენტაბელური, კარგად მოსაუბრე, მჭერმეტყველი და ამბიციური ტიპი, რომელსაც ასევე ჭირდება აღიარება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი პირი სისტემისთვის ეს არის დამლაგებელი, ამას პირდაპირ ვიტყვი ლევან მურუშიძე. ეს არის პირი, რომელსაც აქვს განსაკუთრებით განვითარებული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, რომელიც სისტემის სახით აწარმოებს გარეშე პირებთან კომუნიკაციას. აწყნარებს, ამშვიდებს, პრობლემებს ქმნის. მეოთხე არის ნაძირალა. ეს არის პირი, რომელიც სისტემას ჭირდება ძალიან და ეს არის ყველაფერზე წამსვლელი. რომ ეს ყველანი დარჩნეს სუფთად. ყველაზე ცუდ რაღაცებს მას ავალებენ და ის ამას აკეთებს. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი ეს არის ხუთოსანი. ეს არის პირი, რომელსაც სისტემის სჯერა. შემდეგი არის ფუტკარი და ეს ორი გავს ერთმანეთს. უბრალოდ ფუტკარი არის უფრო საწყალი. ანუ ფუტკარი არის მშრომელი პირი, რომელსაც გონია რომ მას არ სხვა პერსპექტივა არ აქვს, აქ უნდა იმუშაოს, მასზე დგას სისტემა და ის უკმაყოფილო, ანუ მუდმივად წუწუნებს, რომ ცუდად არის. მუდმივად წუწუნებს, რომ ექსპლოიტირებულია, ხო? მაგრამ არასოდეს არაფერს არ დაუპირისპირდება. შემდეგი მნიშვნელოვანი სისტემისთვის პირი არის დისიდენტი. დისიდენტი არის შიდა კრიტიკოსი. შუა გზაში მასზე გადაწყვიტეს, რომ ეს რაღაცა ისეთი თვისება აქვს, რის გამოც შიდა რანგებში სისტემაში ვერ წავა. ან მოტყდება და შეეგუება ვითარებას და ამ კრიტიკას წყვეტს, ან სისტემა მას განაგდებს. დიდი მადლობა.